საქართველოს მომავალ წელს მაპის მიღებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაპი ძალიან მკაცრად დაგეგმეს შემდეგი წლისთვის, როდესაც იქნება ნატოს მორიგი შეკრება. ნატოს კარზე 10 წლის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა. დაახლოებით 5 წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ ეს კარი ღიაა. დღეს კი ჩვენ, მე და პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე. შეგვიძლია შემოვიდეთ. ამის შესახებ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. რამდენად რეალისტურია მომავალ წელს მაპის მიღების პერსპექტივა? მთავარ კითხვას დავით უსუფაშვილი უპასუხებს. რა გავლენას მოახდენს საქართველოს დღევანდელი განცხადება რუსეთთან დიალოგზე? ზურაბ აბაშიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ირაკლი ბათიაშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. დავით უსუფაშვილი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობის საბატონო დავით. მოგესალმებით გალატონიკა. ძალიან მკაფიო და ცხადი განცხადება გაკეთდა დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან იმის შესახებ, რომ მომავალ წელს საქართველოს მკაცრად გეგმავს მიიღოს მაპი. რამდენად რეალისტურია ეს და როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საფუძველი, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებდა. რა არის ამ განცხადების საფუძველი? ამ განცხადების საფუძველია კოალიცია ქართული ოცნების ხედვა ქვეყნის განვითარების, ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, ჩვენი დაპირება ქართული ხალხისადმი. ამ განცხადების საფუძველია გნებავთ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირების შესახებ. ამ განცხადების საფუძველია პირადად პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძალიან მყარი რწმენა იმის თაობაზე, რომ საქართველოს უნდა გააგრძელოს ნატოში ინტეგრაცია და ყოველ წელს ჩვენ უნდა მივახციოთ მეტ და მეტ პროგრესს ამ გზაზე. და შესაბამისად მან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო არის და იქნება მზად მომავალი წლისთვის, რათა გააკეთოს სერიოზული განაცხადი მაპის მიღებაზე. მაპი ახლა ეს ის ტერმინია, რომელსაც განმარტება ჩვენ ტელემაყურებლებს ალბათ არ ჭირდებათ, ყოველდღიურ განმავლობაში დიდი ხანია გვესმის ეს. ჩვენ გვესმოდა ისიც, რომ საქართველო მიიღო მაპზე უკეთესი, მაგრამ ყველა ხვდებით, რომ მაპზე უკეთესი არ მიგვიღია, ჩვენ მივიღეთ გაგრძელებული პერსპექტივა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო მზად არის ამისთვის. რა გვათქმევინებს ამას? გარდა იმ ყველაფრისა, რაც დღემდე გაკეთდა საქართველოში, შეერთებული ძალების მშენებლობა იქნება და სტანდარტებთან მიახლოება თუ სხვა საკითხები, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც იყო ძალიან მძიმე, ძალიან რთული. რთული ამას უწოდო სამართლიანი განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ ერთად მოვახერხეთ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა. წინ გვაქვს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ობიექტურობის და სამართლიანობის თვალსაზრისით მე დარწმუნებულია, რომ ანალოგი არ ექნება ქვეყნის ისტორიაში, ანუ ეს იქნება მორიგი კიდევ ტესტი დემოკრატიაზე. და სხვა მიმართულებით პროგრესიც გვაიმედებს, გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს მზად არის გააკეთოს ეს ხმამაღალი განაცხადი. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ყველა ვიცით, რომ მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამ დღეებშიც მოგეხსენებათ, საქართველოში ტარდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლობით სემინარი, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტარები ესწრებიან. მე აი ამ წუთში თქვენთან მოსვლამდე მქონდა ძალიან ხანგრძლივი და საქმიანი საუბარი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ბატონ ბეილისთან, რომელთანაც ზუსტად ამ საკითხებზე მსჯელობდით. ჩვენ გვექნება ძალიან ინტენსიური კონტაქტები ყველა სახელმწიფოს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებთან, პარლამენტარებთან და დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ გარკვეული შემოქმედებითი მიდგომით ისეთი ინსტრუმენტის გამოძებნას, რომელიც ქვეყნის ინტეგრაციას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. გვესმის ჩვენ ის პრობლემები, რაც არსებობს, რაც განსაკუთრებით გართულ და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ და რუსეთის პოზიციების გამო და რუსეთის ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგების გამო, სამხედრო ყოფნის გამო, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ თუ ყველა ერთად მოვინდომებთ, საქართველოს და ნატოს წევრი ქვეყნებიც, შესაძლებელია გამოიძებნოს მექანიზმი, რომლითაც საქართველოს მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგავს ნატოში გაწევრიანებისკენ. ამასობაში ჩვენ, და პრემიერ-მინისტრიც მუდმივად ამას ბრძანებს, ნატოში გაწევრიანება ეს არ არის ჩვენი თვით მიზანი, ეს არის ინსტრუმენტი,
მიზანი სხვა არის, მიზანი არის უსაფრთხოება, მშვიდობა, წინსვლა, ურთიერთობები ევროპასთან და დემოკრატიულ სამყაროსთან. ამიტომ ჩვენ ამ პროცესსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რა პროცესშიც დღეს ვიმყოფებით. და კიდევ ერთი, ეს არის რუსეთის თემა და რუსეთის საკითხი. რომელთან დაკავშირებითაც დიდი ბოდიში გაგაწყვეტინებთ, გუშინ სწორედ ჰიუბეილიმ გააკეთა განცხადება, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციას რუსეთი ვერ შეუშლის ხელსო. რამდენად რეალისტურია ეს, მით უმეტეს, როდესაც აგვისტოს ომის მთავარ მიზეზადაც თვითონ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურები ასახელებენ იმას, რომ მათ არ სურთ ნატოს გაფართოება საკუთარ საზღვრებთან. ტრადიციული პასუხი ამ კითხვაზე ისაა, რომ რუსეთს ძალიან ბევრი რამ არ სურდა. არც კავშირის დაშლა სურდა და საერთოდ ძალიან ბევრი რამე არ სურდა, მაგრამ რუსეთი ისევე იძულებული გაუწიოს ანგარიში რეალობას და გარდაუვალი აუცილებლობით იმოქმედოს საკუთარი ინტერესებისვე უკეთ დასაცავად. აქაც სწორედ ამ შესაძლებლობის და ამ შანსების გამოყენებაზეა საუბარი. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი ვერ დაბლოკავს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ეს სრულიად პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის ლიდერი, ძალიან კაფიოდ ამბობს, რომ რუსეთის მიერ ყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ არის დაბრკოლება ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კონკრეტულად რა მექანიზმით უნდა გადაილახოს ეს პრობლემა, რომ მეორე მხრივ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ ნატო იმავ წუთიერად ომში არ აღმოჩნდეს ჩართული რუსეთთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ნატოს წესდების მეხუთე პუნქტი ავალდებულებს ყველა სხვა სახელმწიფოს გამოვიდეს მისი წევრი სახელმწიფოს დასაცავად თუ მას საფრთხე აქვს შექმნილი. გუშინ პრემიერ-მინისტრმა სწორედ ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა მთავარ შეფერხებად ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ფაქტია, რომ სწორედ 2008 წლის ოკუპაციამ საქართველოს ტერიტორიების შეაფერხა ეს პროცესი, იმიტომ რომ 2008 წლის აპრილში ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მას შემდეგ 5 წელი გავიდა და პროგრესი ძალიან მცირეა. თავისთავად ფორმალური პროგრესი. ეს ბუნებრივი ამას უკავშირდება, მაგრამ ეს არის არაორდინარული მოვლენა თავისთავად. ნატოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც შუაზე გაყოფილი ქვეყნის ერთი ნაწილი გამხდარა ნატოს წევრი. იგივე დასავლეთ გერმანია, ხო? მაშინ სხვა ვითარება იყო და ახლა ჩვენ არ ვედრებით იმ ვითარებას და იმ დროს. მაგრამ დანარჩენი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ნატოში გაწევრიანდნენ სრულად და მთლიანად ყოველგვარი ამ ტიპის პრობლემების გარეშე. ამიტომ ჩვენ ძალიან კაფიოდ ვამბობთ, რომ ნატოში გაწევრიანება არ იცვლება ტერიტორიულ მთლიანობაზე, ანუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ნატოში მიგვიღეთ და არაუშავს დამოუკიდებელი იყოს აფხაზეთი, ამას არ ვამბობთ. მეორე მხრივ, არც იმას ვეუბნებით ნატოს, რომ ხვალვე მიგვიღეთ თქვენს წევრებად და ზეგ ომი დაიწყეთ რუსეთთან, ეს ვიცით რამხელა კატასტროფასთანაა დაკავშირებული საქართველოსთვის და მსოფლიოსთვისაც, ამიტომ ჩვენ ვეუბნებით შუაში არის გზა, არის ამის მონახაზები, მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ ჯერ ამ თემაზე, მაგრამ არის ვარიანტები. რადგან ალბათ სწორედ ეს დეტალებია დღევანდელი განცხადების საფუძველი მათთან დაკავშირებით. ესეც არის, თუმცა ეს მინდა ესე ვთქვათ, ცოტა გვახასიათებს ხოლმე ჩვენ ქართველებს და ყველას ალბათ ახასიათებს ესეთი მოლოდინების უცებ გაზრდა. მე არ მინდა რომ რაღაც იმ ტიპის განცხადება თავივქვათ ეს როგორც ადრე არაერთხელ გვსმენია რომ ჩემ პრეზიდენტობის პირველ ადამდე ეს იქნება და პირველი იანვრამდე ის იქნება. პრემიერმა გააკეთა ძალიან კაფიო და ესეთი ფოკუსირებული განცხადება. საქართველო გეგმავს, მასალთქვამს ნატო გეგმავს, საქართველო გეგმავს და ჩვენ აქეთ მივდივართ. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მიესალმებიან პრემიერ-მინისტრის მხრიდან სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას რუსეთთან ურთიერთობაში. ანუ თავისთავად რუსეთთან ამ კომუნიკაციის არხის გაჩენას, სავაჭრო, კულტურულ და სხვა საკითხებზე რუსეთთან კონტაქტებს ნატოს გენერალური ასამბლეის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიესალმება და ამითიც ბევრი რამაა ნათქვამი. ანუ ჩვენ პარტნიორები გვეუბნებიან, რომ რუსეთთან სადაც შესაძლებელია და რაც შესაძლებელია, ის თქვენც მოაგვარეთ და თქვენც დაალაგეთ, რომ ჩვენც კიდევ რაღაცაში მოგეხმაროთ. ეს არის განსხვავება იმისგან, რაც იყო 1 წლით ადრე, როდესაც საქართველოს წინა ხელისუფლება
გზებს კი არ ეძებდა იმ სხვა საკითხებში რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების, არამედ პირიქით ეძებდა თემებს და საკითხებს, რითი შეიძლებოდა კიდევ უფრო გამწვავებულიყო ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ ამ პოლიტიკით ვერც რუსეთთან ვახცევთ რამეს, ვერც ტერიტორიებს ვიბრუნებთ და ჩვენს პარტნიორებს დასავლეთშიც ასევე ვაშფოთებთ და ვაფრთხობთ, რომ ესე იგი საქართველოს ნატოში გაწევრიანება სერიოზულად თუ ვიფიქრეთ, შეიძლება ამ ქვეყანამ ომში ჩაგდოს რუსეთთან. ჩვენ ვეუბნებით, არა ბატონო, არ ჩვენი თავი გვემეტება ბრძოლისველად, რომ აქ ხან ნატოს ტანკებმა გაიარგა მოიარონ და ხან რუსეთის ტანკებმა, ჩვენი ქვეყანა გვინდა რომ წინ წავიდეს და გადარჩეს და არა ბრძოლისველად ვაქციოთ. და ჩვენმა პარტნიორებმა დასავლეთში დაინახეს ჩვენი ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის, კოალიცია ქართული ოცნების ძალიან კაფიო არა მხოლოდ სურვილი, არამედ ქმედებები. ერთი მხრივ ნატოსთან ვაგრძელებთ ურთიერთობას და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ვცდილობთ და ამასობაში გვჯერა და მას თავადაც გვეუბნებიან, რომ რუსეთთან იმ პატარა საკითხებში ურთიერთობების დალაგება და ყოველ შემთხვევაში სიტუაციის მეტად არ გართულება, ეს არის გზა ხელშემწყობი ნატოში გაწევრიანებას. ახლა ნატოში გაწევრიანება რისი ხელშემწყობია, ამაზე ახსნა განმარტებები ალბათ აღარ არის. ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდა თუ არა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოსთვის მაპის მინიჭება. სხვა შორის უცხოურ პრესაში რამდენიმეგან მოვკარი თვალი, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ასეთი ქვეყნების რიცხვი გაიზარდა. ბატონო დავით, თავის დროზე, როდესაც ბუდაპეშტში საქართველოს ვერ მიიღო მაპი, ეს უკავშირდებოდა მეტწილად იმ ქვეყნებს, რომლებზეც გარკვეული ზეგავლენა ჰქონდა რუსეთს, რომლებიც თუნდაც ენერგეტიკულად მიბმულნი არიან რუსეთზე. ხომ არ შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი დასკვნა და წრე ასე შევკრათ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აუმჯობესებს ურთიერთობებს რუსეთთან, ასეთი ქვეყნების პოზიცია საქართველოსთვის მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს შეცვლილი დადებითისკენ. მე უშუალოდ ჩემს დაკვირვებას მოგახსენებთ ამ თემაზე. და მაგალითისთვის ავიღოთ სამი ქვეყანა: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია. შეერთებული შტატებზე უფრო გერმანია ალბათ ასეთი ქვეყნების. მე რატომ მინდა სამი ქვეყნის განხილვა, ხო? შეერთებულ შტატებზე იმის თქვა, რომ რუსეთს ენერგეტიკულად დამოკიდებული, ალბათ არ გამოვა. დიდ ბრიტანეთზე ალბათ ასევე არ გამოვა. გერმანიაზე გამოვა, იმიტომ რომ ვიცით, არის სერიოზული პროექტები და კიდე იდეები. ეს სამი ქვეყანა იმიტომ მოგახსენეთ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ჰქონდა საშუალება სწორედ ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების უმაღლესი დონის წარმომადგენლებთან საუბარი ზუსტად ამ თემებზე და პოზიცია არის ერთი და იგივე. დღეს სწორედ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიის და კიდე იქეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჰქონდა შეხვედრა, რომელთანაც ზუსტად ამ საკითხებზე ვსაუბრობდით. არანაირი მსგავსი ამბავი, რომ ეს ქვეყანა წინააღმდეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანების, არ არსებობს. ანუ არის იმის იმედი, რომ გერმანია მხარს დაუჭერს მაპის მინიჭებას საქართველოსთვის. ასე მარტივად მოგავაკეთებთ დასკვნას, არ ვიცით, იმიტომ რომ მაპის თემა ეს კიდევ უფრო სერიოზული თემაა, მაგრამ მე განწყობებზე გესაუბრებით. ის მითი, რომ გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია მაგალითად არიან წინააღმდეგი საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ეს იყო გადაჭარბებული და გეტყვით საიდან და რატომ იყო გადაჭარბებული. მიხეილ სააკაშვილს არ სურდა ისეთ საჩოთირო კითხვებზე პასუხების გაცემა. და ეს ქვეყნები, ამ ქვეყნების წარმომადგენლები მას საჩოთირო კითხვებს უსვამდნენ. პირველ რიგში დემოკრატიის თვალსაზრისით. მეორე რუსეთთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ გერმანიის მთავრობა გერმანელი ხალხის მთავრობაა. ამიტომ მათ გერმანელი ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეს გერმანიის უსაფრთხოებას გაზრდის. ახლა თუ გამოვიდა გერმანიის რომელიმე პოლიტიკური ლიდერი არჩევნებზე, ახლა არჩევნები აქვს აგერ შემოდგომაზე და ეუბნება ხალხს, რომ ჩვენ საქართველოს უნდა მივიღოთ ნატოში, მართალია შესაძლოა მე ომი ატყდეს რუსეთთან, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. წარმოგიდგენიათ ასეთი ამბავი? შეუძლებელია ეს ამბავი. რთულად არის ეს წარმოსადგენი. ამიტომ იმ პოლიტიკოსებს და იმ მთავრობებს სჭირდება არგუმენტები, გარანტიები იმისა, რომ ერთი მხრივ საქართველოს როგორც დემოკრატია არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის, მეორე საქართველოს გაწევრიანებას ნატოში გერმანიის უსაფრთხოების შემცირება კი არა, გაზრდა მოყვება. და გაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოყვება, თუ საქართველოს ნატოში შესვლით გერმანია თავი და ჰოლანდიას და საფრანგეთს და ნებისმიერი სხვა დაინახავს, რომ ამითი უკეთესობისგან წავიდა მათი ქვეყნის პოზიციები.
აი ამაშია მთელი ამბავი. შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხის არარსებობის არ ქონის გამო სააკაშვილმა გადაწყვიტა, ესე ვთქვათ, მოკლეზე ჩაევლო და ამ ქვეყნებთან კი არ ემუშავა. ამ პოლიტიკოსებთან კი არ ქონოდა პირდაპირი კონტაქტები და გაეცა პასუხები კითხვებზე და დაერწმუნებინა. არამედ იფიქრა, რომ ერთი მხრივ პრეზიდენტი ბუში დარეკავს ვაშინგტონიდან და მომიგვარებს ყველა პრობლემას იქ. მეორე მხრივ ჩვენი სხვა უფრო ძველი მეგობრები, რომლებიც მზად არიან მეტრის გზზე წავიდნენ, ისევ და ისევ იმისთვის, რომ რუსეთი მათთვის დღესაც მეტად სარისკოა ბალტიისპირეთია თუ სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომ აი ეს შეერთებული შტატების და აღმოსავლეთ ევროპის მხარდაჭერა იქნება საკმარისი. დავინახეთ, რომ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ეს ჩვენთვის რას ნიშნავს? გავაძლიეროთ ურთიერთობა და გავამყაროთ ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან ამ საკითხში. ამიტომაც იყო, რომ აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უკვე შედგა ვიზიტი როგორც მინიმუმ მინისტრების დონეზე. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ესტონეთის, ლატვიის, შვეიცრიის უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა, პრეზიდენტებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მე პირველი ვიზიტი პოლონეთში და მეორე ჩეხეთში მქონდა საპარლამენტო დელეგაციის ფორმატში, იგეგმება სხვა ვიზიტებიც, ანუ ამ საქართველოს მეგობრებთან ურთიერთობის გაღრმავება და გამყარება და თქვათ იმ მითების მოცილება, რომ ეს ხალხი სააკაშვილის მაკაცები იყვნენ და არა საქართველოს მეგობრები, ეს არის საშურის საქმე. ამასობაში აი შემდეგი ვიზიტი, ჩემზე გეტყვით, ერთი პატარა ის ვარ კომპონენტი ამ პროცესში, მე დიდ ბრიტანეთში ვაპირებ ჩასვლას. სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ასევე მაია ფანჯიკიძე ძალიან ბევრს დადის, ბუკა პეტრიაშვილი, რომლის უშუალო საქმეა ეს და ბატონი ბიძინაევაშვილი ასევე აპირებს ჩასვლას ბევრ ქვეყანაში. ანუ ჩვენ ყველა სახელმწიფოსთან ინდივიდუალური მიდგომა უნდა გქონდეს და არავის არ სიამოვნებს იმის განცდა, რომ საქართველოს ჩვენ არ ვაინტერესებთ, იმიტომ რომ ვიღაცა სხვისი იმედი აქვს, რომ ჩვენ დაგვითანხმებენ ამაზე. ამიტომ მეტი მუშაობაა საჭირო და ამით ეს მითი გაიფანტება, რომ არსებობენ ისინი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ წარმოაჩენს საქართველოს ახალი მთავრობა თავს საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ბატონო დავით, სადაც პრემიერ-მინისტრი წარს დგას სიტყვით, მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში. თქვენი აზრით, ამ გამოსვლის შემდეგ, რომელსაც ძალიან ბევრნაირი შეფასება მოყვა, როგორ შეიცვალა აზრი, რა შთაბეჭდილება შეიქმნა მიმდინარე პროცესებზე და ასევე თქვენს ხელისუფლებაზე? უმრავლესობის შთაბეჭდილებას გულისხმობ, რადგან რასაკვირველია, ყველა შთაბეჭდილება ერთნაირი ვერ იქნება. მე პრემიერ-მინისტრის სტრასბურგში გამოსვლის და ზოგადად სტრასბურგის ვიზიტის თაობაზე უარყოფითი შეფასებები მოვისმინე მხოლოდ ერთი ძალიან კონკრეტული წრის წარმომადგენლებისგან. და ამ წრეს ქვია საქართველოს ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაახლოებული პირები. მართლა ვცდილობდი მომეძებნა ვინმე სხვა ნეიტრალური ექსპერტი, უცხოელი ან ქართველი ან არ ვიცი ვინმე, ვინც ნაწილობრივ მაინც გაიზიარებდა მათ პოზიციებს. მე ასეთი ვერ ვნახე, მიუმართავ მათ, ვისაც აი ეს პოზიციები ჰქონდათ, უმეორე ვერ ვნახე, იქნებ თვითონ მომაწოდონ, მართლა დაინტერესებული ვარ ამით, რომ ვნახო, ვის რა აწუხებს, მაგრამ აი პატარა წრის გარდა ვერავინ ვერ ვნახე უკმაყოფილო, ამასობაში ძალიან კმაყოფილი, ვნახე ძალიან ბევრი. და პირველ რიგში ევროპელები. ისეთებიც, ვინც არ არიან თქვენი უშუალო მხარდამჭერები? დიახ, რა თქმა უნდა, ის ხალხი, რომლებსაც ან ესეთი უარყოფითი ან ნეიტრალური წარმოდგენები ჰქონდა ქვეყნის თაობაზე. აი დღესაც ამ წუთში საქართველოში გითხარით, იმყოფება 20-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტების წევრები. ან ეროვნული პარლამენტის წევრები არიან ეს ხალხი. აი ამათთანაც ამ ორი დღის განმავლობაში ურთიერთობა მაქვს. და ყველა იმას ამბობს სტრასბურგის გამოსვლას და აქაც გუშინ პრემიერის გამოსვლა უშუალოდ ამ სემინარზე. ნუ ისინი ამბობენ, რომ აი რა კარგია, რომ მოგვეცა შანსი საქართველოს ჩამოსვლის და ჩვენ თვალით და ჩვენი ყურით რაღაცების მოსმენის, ნახვის, ხელის ჩამოთმევის, შეხების, იმიტომ რომ რაღაც წარმოდგენები ცოტა სხვა გქონდა. ზუსტად ასე იყო სტრასბურგში, ზუსტად ასე იყო ბრიუსელში. ამასობაში, ნუ დაგვემართება მეორე უკიდურესობა. რომ ესე იგი თქვათ, რომ აჰა, მოგვარდა ყველაფერი, ესე იგი ჩავიდა ივანიშვილი სტრასბურგში, ევროპა ჩვენია, ეხლა წავედით წინ. ყოველდღიური მუშაობაა საჭირო პრემიერის მხრიდანაც, ელჩების მხრიდანაც, იმიტომ რომ ახალი საკითხები ჩნდება, ახალი კითხვები ჩნდება და ამ საკითხებში ჩვენ მუდმივი მუშაობა გვინდა. მაგრამ ჯერჯერობით აი არჩევნებიდან დღემდე ვინმე, ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე და არსებულ სიტუაციაზე. ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს და ვერ და არ დაინახოს ძალიან სერიოზული პროგრესი, ძალიან სერიოზული
დამშვიდება საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების, რომ მათ ეხლა ცოტა იმაში გადადიან ისინი ზედმეტკბობაში, რომ თურმე არა მარტო არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში და ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა, არამედ ჩვენთან მართლა კავშირების და პარტნიორობის მოსურნე ხელისუფლება მოვიდა და ესე იგი ისინი ახლა შედიან იმ გარკვეულ რელაქსაციაში, რაშიც შესაძლოა ქართველი ხალხი 2 ოქტომბერში შევიდა, როცა არჩევნების შედეგები გაიგო. ეს პროცესია, ეს გაგრძელდება და აქ საუბარი არა მხოლოდ რიტორიკაზე, არამედ მოქმედებებზე. მაგრამ ბატონო დავით, კონკრეტული გზავნილები, რომლებიც ასევე თქვენი ოპოზიციის და მათი მომხრეების კრიტიკას იმსახურებს, როგორ ფიქრობთ, ობიექტურად რომ შევაფასოთ, აი თქვენ რომ იყოთ ახლა ოპოზიციაში, როგორ შეაფასებდით? მაგალითად, ისეთ კონკრეტულ გზავნის, როგორც არის ტერორისტებთან თანამშრომლობა, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ეს გამონათქვამი პრემიერ-მინისტრის, ასევე აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები. დღეს ხო ჩვენს ბიზნესმენმა თქვა, რომ თუ რომელიმე ჩინოვნიკმა ტერორისტებთან თანამშრომლობა იკადრა, ზუსტად ის აგებს პასუხს და არა მთელი ქვეყანაო. ობიექტურად რომ შეაფასოთ, მოდით დაუშვათ, რომ თქვენ ახლა ხართ ოპოზიციაში, ოღონდ ობიექტურ და არაჩასაფრებულობა. არა, ოპოზიციაში ყოფნა სულ არ არის საჭირო იმისთვის, რომ ზოგადად რაღაც საკითხებში შესაძლოა მეც და თქვენც და ორივე ერთად ან ცალ-ცალკე დავინახოთ ის, რომ შესაძლოა ჯობდეს ასეთ საკითხებზე ცოტა უფრო ფრთხილი დამოკიდებულება და ბატონ ბიძინა ხშირად ამას თავადაც ამბობს ხოლმე და საჯაროდ ჩივის იმას, რომ საჯაროდ ხანდახან ზედმეტად ისე საუბრობ ხოლმე არა პოლიტიკოსის ენითო და კი ჩივის არ ვარ პოლიტიკოსი, თუმცა ამ ტემპებით ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი მე საქართველოს ჯერ არ მინახავს, ვიცი ექსპერტო 25 წელია. ასე რომ მე ზოგადად ვთვლი, რომ ამ ძალიან მტკივნეულ გრძნობიარე საკითხებზე საერთაშორისო თვალსაზრისითაც და საშინაო თვალსაზრისითაც ზოგადად ჯობია ყველა დაველოდოთ გამოძიების მასალებს ან უტყუარ მტკიცებულებებს და მერე გამოითქვას ვარაუდები. ზოგადად ეს იქნება უკეთესი, მათ შორის იმათთვის, ვინც ხელებს ასავსებებს, რომ ეს როგორ და ვის მოუვიდა თავში ასეთი რამო, იმათაც მიუმართავ. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში იმდენი რამ ხდებოდა სცენის მიღმა, კულუარებს მიღმა, ბნელეთში და სიბნელეში და უბედურებაში, რომ მე რომ მკითხოთ, მე არაფერი არ გამიკვირდება. იმდენი რამე უკვე გამოჩნდა და იმდენი რამის რაღაცეები ჩანს. ზოგადად ვლაპარაკობ. აი, რამ უნდა გამაოცოს კიდე ხვალ რა შეიძლება დაიბეჭდოს სადმე გაზეთში, მე უკვე აღარ ვიცი. მაგრამ ამასობაში სანამ რაიმე უტყუარი მტკიცებულებები არ არის, ამ თემებზე საჯარო დებატები არ ამგონია რაიმეს და ვინმეს ხელს აძლევს, ან ახალ მთავრობას, ან ქვეყანას, ან ძველ მთავრობას, ან არ ვიცი, ერთ-ერთი შესაძლოა სკანდალებით დაინტერესებული მაყურებელი, მსმენელი, ჟურნალისტი იყოს კმაყოფილი, აი კიდე ჩაავლო ხელი რაღაცას, როდესაც გამოს. ორი ესეთი ერთი იგივე ომთან დაკავშირებით, ხო? არაერთხელ განიმარტა, რომ ჩვენ აგვისტოს ომის საკითხებში ტალიავინის დასკვნა რომ დევს, აი იქ ვართ ჩვენ. იმის არც რევიზიას ვაპირებთ, არც მომატებას, არც მოკლებას. მაგრამ ტალიავინის დასკვნის შიგნით და პოლიტიკური ჩარჩო იმ ომის დადებულია, სოფლიო აღიარა და ეხლა ჩვენ რატომ და რისთვის უნდა გადავსინჯოთ ეს არ ვიცი. შესაძლოა აი ჩვენს შემდეგ რო ხელისუფლება მოვა, არანაციონალები, არამედ სხვა, აი იმას კონდეს უფრო მეტი რაღაც არ ვიცი შესაძლებლობა, რომ აი ბოლომდე ობიექტურად რაღაცები გამოიძიოს. ამასობაში ძალიან კონკრეტული ამბები ეთნიკური წმენდის არ იქნეს გამოძიებული, ეს არის დაუშვებელი. ძალიან კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული გარემოებები. იგივე ეხება სამხედრო ძალების მოქმედებას იმ პროცესში. როდესაც ჩვენი ნაკები არმია მისი ხელმძღვანელების და მთავარსარდლის თუ არ ვიცი, ვის ჩემს გამო რა ვიცი, თქვენს გამო რა ვიცი, მაგრამ ვიღაცის გამო აღმოჩნდა იმ ძალიან მძიმე ვითარებაში. როდესაც თავადაც კი ეგონათ, რომ მოიგეს ყველაფერი და უცებ აღმოაჩინეს, რომ წააგეს ყველაფერი, იმასაც კი ვერ გაერკვნენ, რა ხდებოდა ბრძოლის ველზე ყველაფერს თავი დავანებოთ. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი, ხვალ იწყებთ სხვა შორის მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანი თემების განხილვას ვეტოსთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნება 2 წუთი მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ. ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ისეთი თემა განსახილველი, რომელიც შესაძლოა ვიღაცას არ მოწონს, ვიღაცის ინტერესში არ შედის.
მაგრამ ჩვენი საზომი სტანდარტი ესაა ქვეყნის ინტერესი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე იძიებენ ვიეტნამის ომის ეპიზოდებს და გარემოებებს და გადაწყვეტილების მიღებას და საბრძოლო მოქმედებებს და ასე შემდეგ. ეს არის ღირსების საქმე საქართველოსი, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამ თემებზე რაღაცები უნდა გავიგოთ. დღეს საქართველოში შეერაღებული ძალების დაბადების დღეა 22 წლის, თქვენ დაბადების დღეა, თქვენ 1 წლის ბრძანდებით, ხო? დიახ. ორივეს გილოცავთ. დღეს ირაკლი ალასანიამ შესანიშნავი ღონისძიებებით აღნიშნა ეს მოვლენა პოლიგონზე, ასე ვთქვათ, წვრთნები, მერე მიღება კონცერტი, ძალიან ამაღლებული დღეა შეერაღებული ძალებისთვის და ზუსტად ამ შეერაღებული ძალებში ყოფი ადამიანებისთვის. დღეს იქ პოლიგონზე ჩვენ ვნახეთ ფეხ დაკარგული ჯარისკაცი, რომელიც დღესაც წყობშია და სხვებს ასწავლის იქ სამხედრო ხელოვნებას. ამ ადამიანებს თან ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი, ვინ ჩვენ პოლიტიკოსები, მთავრობა, ხელისუფლება, ხვალ რომ მიიღონ მათ ბრძანება, რომ აბა აისხით იარაღი და უნდა წახვიდეთ იქეთ, იმ ადამიანებს უნდა გქონდეთ რწმენა და განცდა, რომ ეს ნაფიქრია, ეს გააზრებულია. და მერე ვიღაც არ გამოვა და არ დასვამს კითხვებს და ეს ხალხიც არ აღმოჩნდება ასეთ სიტუაციაში, სად გაგვიშვით, რას ვიბრძოდით, როგორ ვიბრძოდით და რაში იყო საქმე. ეს აუცილებელია. ბატონო და ვეტოს თემა აუცილებლად უნდა შევეხოთ ამას. თქვენ თქვით, რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის შენიშვნებში უმრავლესობა რაიმე რაციონალურს დაინახავს, მისი მიღება მაინც ვერ მოხდებაო, რატომ? ვეტოს დაძლევას რომ შეძლებთ ეს ფაქტია. მესმის ვეტოზე პროცედურა ასეთია, კანტონეკა რომ პრეზიდენტი როდესაც ვეტოს ადებს კანონს, ესე იგი არ აწევს ხელს. თუ არ აწევს ხელს, ესე იგი მიზეზი აქვს რაღაცა. ამიტომ კანონი მას ავალდებულებს ჩაასწოროს, თვითონ როგორ მიაჩნია სწორად და ისე გამოაგზავნოს უკან. მე როდესაც ეს თქვი, რომ რაციონალური რომც მიგვი თითოს, მაინც გაგვიჭირდება მეთქი სასამართლოების კანონის დათანხმება, იმიტომ რომ ვიცოდი და ისე აღიხდეთ ყველაფერი, რომ რაციონალურს არარაციონალურსაც გამოვაყოლებდა. და ამასობაში ჩვენ შეზღუდული ვართ იმითი, რომ ერთად უნდა უყაროთ კენჭი შენიშვნებს. ჩვენ არ შეგვიძლია პრეზიდენტის მეორე და მესამე შენიშვნა გავიზიაროთ და მეხუთე და მეექვსეს უარი უთხრათ. ერთიანად არ უნდა გავიზიაროთ, ან უარი უნდა უთხრათ. სასამართლოებთან დაკავშირებით მოვიდა ისეთი შენიშვნები, რომელთაგან 1-2-ზე ნამდვილად პროცესში სასამართლოების კანონის განხილვის დროს, რომ დაეყენებინა ეს საკითხი უმცირესობას და იქ ბუტიაობაში არ ყოფილიყო და კიდე არ სად იყვნენ, მაშინ შესაძლოა გაგვეზიარებინა კიდეც. მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. ამიტომ სასამართლოების კანონთან დაკავშირებით ჩვენ ვართ მოტივირებული და მობილიზებული, რომ ვერ გავიზიარებთ პრეზიდენტის შენიშვნებს, ეს პირველი კენჭისყრა იქნება. მეორე კენჭისყრაზე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ საჭირო რაოდენობის ხმებს, 99-99 ხმას, შეიძლება მეც, არ ვიცი. და ამით პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა. შემდგომ ეს კანონი გაეგზავნება ისევ პრეზიდენტს და თუ კლავარინება ხელმოწერა, მაშინ მე მოვაწერ ხელს და ასე შევაძალაში. შემდგომ პრეზიდენტსაც და ნაციონალურ მოძრაობასაც შეუძლიათ საკონსტიტუციო სამართლოში გაასაჩივრონ ეს კანონი და რამდენადაც ვიცი, ამას აპირებენ კიდეც, ამაზე მათ ისაუბრეს წინა საპარლამენტო სხდომების დროს. წაიღებენ, იქ გავყვებით და იმ სასამართლოშიც დავამტკიცებთ ჩვენ სიმართლეს, იმიტომ რომ ამ კანონთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურობაზე ფიქრი უბრალოდ ზედმეტია. რაც შეეხება მეორე კანონს, ესაა ნაფიცი მსაჯულების სავალდებულოება. რომელთან დაკავშირებითაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ამ ნაწილში ვეტოს დაძლევას არ შეეცადოთ. დიახ, ეს შესაძლებელია, რომ ჩვენ არ დავძლიოთ ვეტო. ვერ კი არა, არ, იმიტომ რომ დაძლევა რომ შეგვიძლია, ამას პირველი კანონის დაადასტურებს. აქ საქმე რაშია, ჩვენ სამიოდე თვის წინ შემოვიღეთ ეს ნოვაცია, რომ საჯარო მოხელეების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შემთხვევაში ბრალდებულს შეუძლია წავიდეს ნაფიც საჯულებში. ნაფიც საჯულების სასამართლომ განიხილოს მის საქმე. ბოლო ცვლილებებით ეს ნაფიცი მსაჯულები გახდა სავალდებულო საჯარო მოხელეებისთვის, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა პროკურატურამ საქმე წაიღოს სასამართლოში. ამ თემაზე სჭაბას იყო კანონპროექტის შემუშავების დროსაც, მიღების დროსაც, პროექტი კანონის მიღების დროსვე რამოდენიმე პარლამენტის წევრმა განსხვავებული პოზიციას დააფიქსირა. ბევრმა შეიძლება ხმაც არ მისცა ამ კანონს. ანუ იყო ამაზე თავიდანვე დისკუსიები და დებატები. შემდგომ არასამთავრობო სექტორიდანაც გამოითქვა ეს წინადადებები, რომ ვართ მზად იმისთვის, რომ სავალდებულო წესით ამდენი ნაფიც მსაჯულების სასამართლო ჩავატაროთ. მაშინ როდესაც ჯერ პრაქტიკა არ გვაქვს დამკვიდრებული, სულ 2-3 პროცესი ასეთ ჩატარებული. ამ კანონის მკვლელობასთან დაკავშირებულ კი და იქაც რაღაც ცოტა იყოს გაუგებროები იყო. და უცებ მივიდეთ იმ რეალობაში, რომ ერთდროულად საქართველოში
15 ნაფიცაჯულთა სასამართლოა ჩასატარებელი და საკმაოდ რთული პროცედურებია. გამოითქვა ეს კითხვები, რომ ვართ ამისთვის, ჯერ ცოტა იქნებ გავტესტოთ ეს ვითარება. ამასოდეს ჩვენ კანონპროექტი პარლამენტში, ვთქვათ, პროცესში იყო და გავიტანეთ ბოლომდე. პრეზიდენტმა მას დაადო ვეტო, გარკვეული შენიშვნები აქვს მას. ჩვენ ხვალ საბოლოოდ ჩამოყალიბდებით ამაზე, მაგრამ დიდი ალბათობით, წინასწარ არ შემიძლია საბოლოოდ თქვა, მაგრამ დიდი ალბათობით გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს ასეთი, რომ ჩვენ ვერ გავიზიარებთ ვერც პრეზიდენტის შენიშვნას, მაგრამ არ დავძლევთ არც მის ვეტოს. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი დარჩება ძველი რედაქციით, ანუ ნაფიცმსაჯულების მოთხოვნა რჩება ბრალდებულის უფლებად და არა ვალდებულებად. ეს საკითხი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია სასამართლოში სერიოზული ცვლილებებისთვის, ვიდრე პირველი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის განახლება და ასე შემდეგ. ამიტომ შესაძლოა წავიდეთ ჩვენ ამ ნაბიჯზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი სამუდამოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან. ალბათ დროა საჭირო, რომ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს ეს შუქჩდილები, პრობლემები, სწორედ დამატებით სახსების გამო იყო ამისთვის, რომ აღიჭუროს ოთახები, ამ ხალხის მოძებნა და მათი ტრენინგი საკმაოდ სერიოზული თემაა. აი ამ რამოდენიმე მოსაზრების ერთობლივით შესაძლოა ჩვენ არ დავძლიოთ ეს ვეტო. გავა დრო, შეიძლება დაჭირდეს ამას 6 თუ 1 წელი და ვნახავთ, შეიძლება შემოუბრუნდეთ ამ თემას. ძალიან მოკლედ ის თემა, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მას უკვე ყავს სასურველი კანდიდატი პრეზიდენტის პოსტზე და აპირებდა პირადად თქვენთანაც ამ კანდიდატის შეთანხმებას. ბუნებრივია გვარის დასახელებას არ გთხოვთ. უბრალოდ საინტერესოა, ხართ თუ არა უკვე შეთანხმებული, ვინ დასახელდება ქართული ოცნების მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად? მხოლოდ ხართ თუ არა შეთანხმებული? რომც ვიყო ინფორმირებული, გამიჭირდებოდა ამის თქვა, რომ ვარ მეთქი ინფორმირებული. ამიტომ ეს ის კითხვა, რომელზეც ესე ისტორიული პასუხი არ არსებობს, ის რომ ABCD, არც ერთი პასუხი არ არსებობს ამ კითხვაზე, კითხვა თავისთავად ასეთ. რაც შეეხება პროცესს, ეს ალბათ მალე დასრულდება. შეთანხმების პროცესი? შეთანხმების პროცესი, კი. იმიტომ რომ ზოგადად დრო მოვიდა უკვე საამისოდ, თემაც გახსნილია, ასე ვთქვათ, ინტერესით ადევნებს თვალს ამ ყველაფერს. ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, სწორია, რომ ინტერესი მაღალია. პრემიერ-მინისტრს შევიახონ ეს ინტრიგების შეტანა საკითხებში, მაგრამ შემოიტანა ეს ინტრიგა და გააქტუალურა თემა და ეს სწორია, კარგია, იმიტომ რომ მოვიდა ამისი დრო. ამან აი გამოიწვია კიდეც გარკვეული რეაქციები ნახეთ, დღეს გამოცხადდა, რომ ნაციონალურ მოძრაობიდან შეიძლება რაღაცა მასევე იყაროს კენჭიქიდან რაღაცა. დასახელდნენ კანდიდატს, შესაძლოა კანდიდატურები თქვენი მხრიდანაც. პოლიტიკური პროცესია, პოლიტიკურ პროცესში ასეთ თემებზე არის, ვთქვათ, ასეთი ნიუანსური თამაშები, იმის თაობაზეც რა იუსუფაშვილს ვეტყვი და ამან ცხადია გამოიწვია, უნდა შიგნითაც ბევრი კითხვები ჩემს მიმართ გითხრა თუ არ გითხრა როგორ არის. არ დაგისვათ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ გითხრათ. აღდგომის შემდეგ, ამ დღესასწაულების შემდეგ ჩვენ შევიკრიბებით რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი უახლოესი ამოცანები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემაც შემოვა. ჩვენ გვაქვს გარკვეული წესები, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საბჭოზე. ყველას აქვს უფლება და საშუალება დაასახელოს თავისი კანდიდატი ან გამოთქვას მოსაზრება ამა თუ იმ კანდიდატზე. ეს არ არის ბატონი ბიძინეევანიშვილის ექსკლუზიური უფლება, რომ აი მან უნდა დაასახელოს და ჩვენ დავეთანხმოთ ან არა. ეს სხვაგვარად წარიმართება, თუმცა მისი პოზიცია, მოსაზრება, რომ არის გავლენიანი კოალიციაში, ახლა ამას არ უნდა მტკიცება, მაგრამ ესე არ არის, რომ აი თქვა და მორჩა და გაიარა ამ საკითხმა. ეს ძალიან სერიოზული თემაა, ერთიან კომპლექსში უნდა დავინახოთ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ 2 კვირაში ამ კითხვებზე პასუხი გაცემული იქნება და ისიც მინდა ვირწმუნო, რომ პრეზიდენტიც, როდესაც დაბრუნდება სამშობლოში, მალე გამოაცხადებს არჩევნების დღეს. იმიტომ რომ მოგესალმებით, ეს მისი პრეროგატივაა და ოქტომბერი 1 ოქტომბერია და 30 ოქტომბერია. ამასაც მნიშვნელობა აქვს, აი დღესაც საპარლამენტო ასამბლეის ნატოს წარმომადგენლები მეკითხებოდნენ, ცურთ თუ არა, რომ ჩამოვიდეთ დამკვირვებლებად. ვთქვი, რომ მინდა. როდის არის არჩევნები? ვთქვი, არ ვიცი. ამაში ვერ დავგეგმავთ ჩამოსვლას. ამიტომ ბევრი რამისთვის საჭირო არჩევნების დღის გარკვევას და ზოგადად ამ პროცესის დაწყება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს.